ეხლა ვიმყოფებით ქუთაისის აეროპორტში, მოგესალმებით ყველას. ეს არის ჩემი და თეოს პირველი ვლოგი და გადავწყვიტეთ გამგზავრება კვიპროსში აიანებაზე. და ნელ-ნელა შემოგთავაზებთ ვიდეოებს, ვლოგებს, რა ვიცი, რაც საინტერესო იქნება, ყველაფერს ვეცდებით, რომ გადავიღოთ. ქუთაისის აეროპორტიდან ცოტა გავიყინეთ და ამიტომ ამოვედით კაფეში, რომ ყავა. სადაგზა შემოგთავაზებთ, გავაგრძელებთ კიდევ ვიდეოებს. ეხლა მოვიდა ჩვენი ჩეკინის დრო, გავიაროთ ჩეკინი. ვავიღოთ ბილეთები. ამხედა. ეხლა გავიაროთ ჩეკინი, გავიაროთ შემოწმება. მეგეთეო. ანუ ესეთი შემოწმება, ეხლა რაღაცა სიახლე აქვს ქუთაისის აეროპორტში. სლაიდები სპეციალური. ეს შეიძლება ხოლმე სავარიო დაშვება როცა არის. მადლობა. თქვენ მადლობა. თეოს გავუხარდა პანჯარას თავშდებია და სავარიო პატაჭდა. ამოვედით ავტობუსში. ლერნაკაში. ავტობუსი ანუ 12 евро ადამიანზე, რომელიც მეგის აიანებაში. ანუ სხვადასხვა ლოკაციაზე აჩვენებს და მოდით მე ვარ სასტუმროზე. ანუ როგორც გვინდა და როგორც მოგიხერხდება. დავიღალე საკმაოდ ცხელა. ჩვენ გიგეციო და ასეთ ისეთ ვიხში მაინც. საკმაოდ ცხელა. ავტობუსი თქონდივარ და იმდენი ქართველი ავტობუსში, ყველა ქართველია თითქმის. თავი გერგონია რომ ქვეყანაში ვარ და იქ ვარ. ებრუსზე. საქართველოში ვარ და ასეთ ექსკურსიაზე მივიდი. იმიტომ ქართველებთან ის არის ავტობუსი. ეხლა ჩამოვედით ავტობუსიდან ნისის ტერიტორიაზე, ნისი ბიჩის ტერიტორიაზე და ეხლა მივდივართ სასტუმროსკენ მე და თეო. ესეთი ტერიტორია გაჩვენებთ. ესეთი ეს სუპერმარკეტი. და რა ვიცი, რამდენი წუთის სავალია თეო? რამდენი? 14 წუთი უნდა ვიაროთ ეხლა ფეხით სასტუმრომდე, ცოტა ჩეკინამდე ადრეა. მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ შეგვუშვებენ. დიდი იმედი გვაქვს. თუ არა იმედია, ბარგს მაინც დავაწყობთ, რომ ცოტა გავბოდიალდეთ სადმე. ასე მივყვებით საკმაოდ სიცხეა და სასიამოვნოა მაინც. ძალამაზი ადგილებია აქ. აი ესეთი რა კაფეებია და ძალამაზად არის, ანუ ყველაფერი ულამაზესი ყვავილები აქვთ. ესეთი კაფეა, ანუ ინდურია ეს, ინდური სამზარეულოა. აქეთ რაღაცა მარკეტია. არეოები და ახლა ზისგან დამცავები, ან ყველაფერი აქვთ. საკმაო მოძრაობა ამ ქუჩაზე. ესეც როგორც ლამაზი კაფეა, ძალიან ლამაზ ფერებშია გაკეთებული. გზაში გვხვდებოდა კიდე სახლები, აი სუთეთ ფერში და იყო ულამაზესი, ან ძალიან ლამაზია მართლა ყველაფერი. ყველაფერი ძალიან ლამაზია. იმდენი ქართველი მართლა ვერ ვგრძნობ, რომ ანუ არ ვარ საქართველოში. აი ხა თან ამ ბარგით ჩონჩხილები დავდივართ. თეო რა სიტყვება? ჯერ ვერაფერს ისეთ. ჯერ ცხელა და ბარგი გვაქვს და მე ვნახოთ, მე მომწონს ჯერჯერობით რა ხვედავ. ჩვენთან ახლოს, ჩვენ სასტუმროსთან ახლოს. ესე იგი შემოვედით სასტუმროში და დავხვდა ეგრევე საუზმეც, ანუ შემოგთავაზეს მაშინ რომ საუზმის ანამ ჩვენი ოთახი იქნება მზად, მიუხედავად იმისა, რომ ჩეკინი სადღაც შუადღეს 2 საათიდან არის. მაინც დაგვახვდეს ესე საუზმე და ძალიან ვიხარია. ძალიან კეთილი განწყობილი ხალხია. ავიღეთ რაღაცეები რომ ვისაუზმოთ. ესეთი გარემოა სასტუმროში. აქეთ ხარეს გვაქვს კიდე აუზიც, მე დაგათვალიერებინეთ დეტალურად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღეა და ძალიან დაღლილები ვართ, მთელი ღამე ნადენები.
მაინც გადავწყვიტეთ, რომ გავიდეთ სანაპიროზე, აბა ისე როგორ შეიძლება იანებაზე ჩამოვედით და ერთი დღეც რო დავკარგოთ, არც ერთ დღეს არ ვკარგავთ, ასე რომ პირდაპირ მივდივართ სანაპიროსკენ, თეო მოიხდა. ეს ახლა ჩვენი სასტუმრო სანაპიროსაც არის სანაპიროზე წავალთ დღეს და შემდეგ დღეებში უკვე ნისი ბიჩის სანაპიროსაც დავგეგმავთ. კაც გავისეირნებთ. აი ეს არის ჩვენი სასტუმროს ტერიტორია. ესე იქით ესეთი აუზიც გვაქვს. შვენიერი, აქ ეს ჩვენი აივანი. პირდაპირ. სანაპიროსკენ. ნახოთ თუ მოგვეწონება სანაპირო. აი მოვედით სანაპიროზე. სასტუმროსთან ახლოს მდებარე სანაპირო. ესეთი სანაპირო გვაქვს ჩვენ. ანუ ამ სანაპიროზე ხა რო ავიღოთ თქვათ კოლკატა პლუს ან დასაწოლი ხდება 5 ევრო ორივე ერთად. ამოვედით მე და თეო აუზიდან და ვართ გადახროკულები მე მგონი. სანაპიროდან უკასრავად. ხო. სანაპიროდან უკვე აი ზის დარტყმა მივიღე მგონი. შეიძლება მაგ ისეთი გამწვარი, ისეთი რეხები რომ იმედია გადავრჩები. ძალიან ნამეტანი მოგვივიდა. ამ პანთინოს არ წამოხდა. დღეს და ძალიან ცუდაში ვართ. იმედია საღამოს აიღოთ ვიქნებით რომ გავიდეს და გავათვალიეროთ აიან აპა. მოვედით დამწვრები, გამოვედით აბანიდან წყალი გადავივდეთ და ვსივართ ესე ჩვენს აივანზე, აივანის ყოლს. მივიწოთ კოქტეილებს, მე მაღაზიაში შევიჭყიდებით და ფასებსაც გაგაცნობთ აქაური პროდუქციის. გამოვედით, რომ საღამოში გავისეირნოთ. მიუხედავად ჩვენი დაღლილობისა, დამწვრობისა, მაინც ესე გამოვიბრანჭეთ და დღეს უბრალოდ გავისეირნებთ. მოვივლით აიანებას და ვნახოთ თანქშია ძალიან არ გვიჭამია დღეს ფაქტობრივად საუზმისგებ და არაფერს. მანდარინის ხეები, პატარ-პატარა მანდარინები გვხვდება თან. ძალიან ლამაზი ქუჩები აქვთ, ულამაზესი, სულ თეთრი სახლები. ეს ჩვენ ვართ. ჩემი თეო. შეიძლება მზია ისო. ცხელა აქ საკმაოდ. ვიუყვართ აქ ძალიან ბევრი კატა გვხვდება დღის განმავლობაში. ეს პლუსი ცნობილი მაღაზია, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიცი სიაფით და ეხლა უნდა დავტესტოთ მე და თეომ და ნახოთ ფასები, როგორი ფასები აქვს. ეხლა ფასები და უცხო რაღაცები აქვს. აქაც ჩვენთან არ არის. ეს მთლიანად ლეგების ფასები. ახლა ფასები, ნუ ეხლა ლაში როგორ მოვიყვანოთ, რა თქმა უნდა, ძვირი გამოდის, მაგრამ თან ევროში როგორ მოვიყვანოთ ლაში, მაგ შემთხვევაში არ გამოდის ძვირი. საკმაოდ იაფია. ჩვენთან შედარებით. მარტინის ჩვენთან დარებს. ნუ ეხლა არ მაგად მოვიყვანოთ ევრო, რა თქმა უნდა, ლაში. საკმაოდ კარგი ფასებია ყველაფერს. რესტორნებია, ძალიან ლამაზი. ანუ ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვს ამ ხალხს. ისე ლამაზად აქვს გაკეთებული ყველაფერი. მინიმალისტურად და ძალიან ლამაზად. ეს ლამაზი ქუჩებია. ჰეო. წეთი მას რა ქვია, ვოლტის კურიერს. აქაც არის ვოლტი.
კვიპროსზე ქართულ რესტორანს თამადას და ძალიან გამიხარდა. მოვედით Ocean Basket-ში, ხო? და უნდა დავაგემოვნოთ ფერის სხვადასხვა სახეობები. ეს ასევე და ეხა ველოდებით თეო ესეც მას ისწორებს. ეხა ველოდებით იმას თევზეულის ასორტი შეუკვეთებს და ვნახოთ. მოგვიტანეს ჩვენი სილამაზე და სიგემრიელე ვნახოთ. თეობა მზად ხარ დავაგემოვნოთ. მიდი თეო როგორ მოგწეს აბა? მე გემრიელი ნივრის სოუსი აქვს და მოვედით კმაყოფილები Ocean Basket-დან ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. დაჟე დაგვჭა კიდევაც იმიტომ რომ ვევჭამეთ. ძალიან ბევრი იყო, აი ძალიან. აქ რო ჩამოხვალთ, თქვენი ჯობია თითო პორცია აიღოთ, იმიტომ რომ ორი კაცისთვის საკმაოდ საკმაოდ ბევრია. შედაცავიერად. უნდა აგვეღო თურმე ერთისთვის. კი. დაჟე თვითონ ვინტანმაც გვითხრა, ოღონდ მე გვითხრა უკვე რო ავიღეთ და რო ჩავწვით სასწრაფია, მე გვითხრა. ეხლა ვართ ძალიან ლამაზ სანაპიროზე პორტში, ძალიან ლამაზი აქავრობა. კიდევ დავასრულეთ ჩვენი შოპინგი და სეირნობა, აი ძალიან მოგვწონს, აი ანაკა ღამით კიდევ უფრო ლამაზია. ვიღალეცო, ეხლა ჩამოვჯექით ცოტა აბუწულებით ვართ. ჩამოვჯექით მე და თეო და ვივთმევთ. კაია თეო დაიღალე ხო? ცოტა წელიც მივდოს მე ფეხები, მაგრამ აბა გათენდა მეორე დღე გავიღვიძეთ მე და თეო ცოტა გამოსახებელია. და ჩამოვედით საუზმეზე. ხადაჩინით შედარები ავიღეთ. სხვათა შორის საკმაოდ გემრიელი საუზმე აქვთ. ცოტა ვიზარმაცეთ და არ გადავიღეთ არაფერი და ვიყავით სანაპიროზე. ეხლა მოვდივართ სანაპიროდან და მიმწრები მგონი. იმდენ ვერ ვგზნობთ, მაგრამ მე ვიგზნობთ. მივდივართ ეხლა აქედან გავიდით მარკეტში, რომ რამე წავიყოლოთ. მე გავემზადებით ხო, გადავიღეთ რაღაცა მოწესრიგებით. მე ვაპირებ სანაპიროზე ჩამოსვლას, რომ გადავიღოთ ვიდეოები და ფოტოები. და შემდეგ უკვე შევჭამთ და წავალთ მე კლუბში. ალბათ სავარაუდოდ. გამოვედით უკვე მოსაღამოდან, გავიპლანჭეთ გოგოები და ეხლა მივდივართ, ჯერ უნდა ვჭამოთ, იმიტომ ძალიან მგუშია და მე ვაპირებთ კლუბში წავიდეთ და გემრიელი კოქტეილები მივივთვათ. ჩვენ აიანაპაზე ვართ. ჩვენ გავწვეთ. ჩემი თეო. ჩემი თეო. ჩემი საყვარელი თეო. ჩემი საყვარელი თეო. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ეხლა მოვედით კლუბების ქუჩაზე. ესეთი სიტუაცია. კლუბების ქუჩაზე. გამოვედით მექსიკურ რესტორანში Los Bandidos-ში, ხო. იმედია მოგვეწონება. ნახოთ. მე და თეო ახლა მექსიკურ რესტორანში და გამაგებინოთ, იმედია მოგვეწონება. ნახოთ, როგორ მოგვეწონება. ესეთი ძალიან კაი სიტუაცია. ესეთი კუბის მომარგეს მექსიკელებმა.
დამთავრდა ჩვენი მეორე დღეც. ხოთე. ცოტა გასვამი ვიყავთ, მაგრამ მაინც გაგაცვლა. თევ გასაკუთრებით. კაი ხასიათი ვარ. ძალიან მოგწონს აიანაბა. ანუ ყველაფერი კარგია, გაფრთხილებაც კარგია, ყველაფერი და ერთი მინუსი აქვს დიდი, ჩემთვის პირადად, ტრანსპორტი. ხო, ტრანსპორტი ცოტა ვერ გავერკვიეს და ეხაც ფეხით გვიწევს სასტუმრობ და მისვლა. მაგრამ მაინც კაია საბოლოო ჯამში, ანუ გართობაც არის. ლამაზი სანაპიროებიც არის და ყველაფერი არის ძალიან კარგი. გაგიშდა ხალხო ეს პირდაპირ რაიონი დახტება ოთახში. მაგრამ იქ შეიძლება გამიო. აი მე აი ჩამოვიკიდე მილიკა. იყავი მანდ, მე შენ აღარ შემოგიშვებ ოთახში. იყავი მანდ, მე არ გიშვებ შენ. არა, იყავი მანდ. იყავი მანდ, მე არ გიშვებ შენ, საიდან გადმოძვე რა გინდოდა? მოდი, მაინც ვერ გტოვებ ხო ხედავ გარეთ? ვერ გამიმეტე. დღეს გვაქვს მესამე დღე და საერთოდ გაგვავიწყდა ვიდეოების გადაღება. დილიდან ვიყავით სანაპიროზე. ძალიან მივიწვით ის ვართ, შემწვარი გოჯები ვართ, საახალწლო შემწვარი გოჯები. ახლა გავამზადეთ, გამოვედით სამამოთში, რომ გავისეირნოთ. რაღაცები გადავიღოთ. შემდეგ მივირთვათ და რაღაც კიდე დავათვალიერებთ რაღაცები. მაინც ვერ ვჩერდებით სახლში ხოლმე მაგაჩინა გავისეირნოთ. გასაფხულს გადარე, სისხლებს გაფარე, ნიოს არ გაკარებს ცის. ხა მოვედით? აი, ქარათუს არ დავწერ. ლუნა პარკში. გამოდით. დღეს გვაქვს მეოთხე დღე, ხო? გვაქვს და მივიდივართ ახლა ცნობილ ნისი ბიჩის სანაპიროზე და ნახოთ როგორ მოგვეწონება. შესვენად გადავიდეთ. ხო გაიგე. მოვედით ნისი ბიჩზე. ესეთი ულამაზესი კაფე ბარებია სანაპიროზე და ულამაზესი ფერის წყალია. ეხლა რო გავალთ, უფრო დაგატახებთ. ძალიან ულამაზია აქაურობა. ძალიან ლამაზ და მყუდრო რესტორანში შემოვედით მე და თეო და მენიუში აქვთ ესეთი ბორშიც კი აქვთ მენიუში აიანაბაზე. Тушка шапкета Утушна ongimda Ko'rganday men bo'ldim Yurgan izlaring
sensiz bir an ham yaşayolmayman Beg'uborliging oldida bosh egaman Saratonga soya tunga oy kerakdek Sen menga keraksan Listen good Una vendedore. Allora, ma non lo smaste. You see something like this before? ჩვენი გასათვალების ხმა ყოველდღიურად როცა შუაღამეს გიწევს აეროპორტში წასვლა, მაგრად გვეძინება მე და თეოს და თან ცოტა მიმწვრები ვარ. სიცხე მაგ გავცივდი ელიმტკივა და თეო წიწვის და ვართ ესე. თან ისე გვეზარება ხა არის. ღამის 3 საათი ხდება. მე ვერაფერს ვერ ვიტყვის რა. ძინება. მაგრამ გვეძინება. აი ძალიან და მეწვის მევხანება ვადაფერია. აბა ჩვენ ოთახო გემშვიდობებით. აი ანაბა. იმედია მალე დავბრუნდებით. დავიბარალება და მოვა სანახავადა ჭირიმე შენი ჭირიმე დამწუდებმა მიმწუდებმა ლარნაკას აეროპორტში უბრუნდებით სამშობლოს მონადრეებს
moviendo los kililos culados, moviendo los kililos culados, moviendo los kililos culados.